მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი არის და შესაბამისად ხსნობას გახსნილად ვაცხადებ. კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილია ორი საკითხი. კერძოდ ჩვენ მეორე მოსმენით ვიხილავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ხოლო მეორე საკითხად ასევე გახლავთ მეორე მოსმენა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ორივე საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელი გახლავთ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. მე სანამ ბატონ ვახტანგს გადავცემდე სიტყვას, მინდა მოვახსენო კომიტეტს, რომ ჩვენ დიზაინის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გვაქვს ინიციატივა, კერძოდ აქტიური კონსულტაციების შედეგად ბატონ ვახტანგთან, ასევე საკპატენტთან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოვიტანოთ დიზაინის შესახებ კანონპროექტში წინასწარი ძიების სერვისი, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს დიზაინის პროექტის რეგისტრაცია, ექნება შესაძლებლობა მიმართოს საკპატენტს და მოითხოვოს ინფორმაცია, არის თუ არა მსგავსი დიზაინი საქართველოში ან საზღვარგარეთ შესაბამის სივრცეში რეგისტრირებული და ტყუილად არ მოხდეს მის მიერ გარკვეული ხარჯების ასე ვთქვათ, გაღება და შესაბამისად გამცხადებელს დიზაინის რეგისტრაციის პროცესში დაეხმარება მას წინასწარ შეაფასოს დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რისკები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი, რომელიც ხელს შეუწყობს დაინტერესებული ადამიანების კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მუშაობის თვალსაზრისით თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი. შემდგომში უკვე მე ვთხოვ ბატონ ვახტანგს, რომ მოგვახსენოს მეორე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტებთან დაკავშირებით და მოგვაწოდოს დამატებით ინფორმაცია არის თუ არა სხვა რაიმე ცვლილებები. მადლობა, მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ და თქვენც აღნიშნეთ, ეს ინიციატივა შეეხება დიზაინის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებისთვის ისეთი ეფექტური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოს შექმნას, რაც მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში ამ ურთიერთობის სწორად წარმართვისათვის, ასევე ოპტიმალურ წარმართვისათვის. ცხადია, მადლობას მოგახსენებთ ამ ინიციატივის გაჟღერებისათვის, ვინაიდან ესეც ეხმიანება იმ ძირითად იდეას, რისთვისაც კანონპროექტი იქნა წარმოდგენილი, წინასწარი ძიება არის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ინფორმირებულობას შესაბამის დაინტერესებული პირის, რამდენად შეიძლება ჰქონდეს მის სადიზაინო განაცხადს ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ ის იქცეს დიზაინად და იყოს შესაბამისი უფლებით დაცული და მეორე მხრივ ეს სწრაფი ძიების სერვისი ზედმეტი ხარჯებისაგან ასევე გაათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს შემდგომ ეტაპზე, თუ წინასწარ უკვე მოძიებული იქნა ინფორმაცია და პერსპექტივა იმის თაობაზე, იმსახურებს თუ არა ეს დიზაინი შესაბამისი დაცვის უნარიანობის კრიტერიუმებს და იქცევა თუ არა შესაბამისად დაცულ ობიექტად. ეს არის პრინციპში ძირითადი და ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია და გასაჟღერებელია მეორე მოსმენის ფარგლებში. სხვა საკითხები ჩვენც, ასევე თქვენი მხრიდანაც არ ყოფილა გამოთქმული, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც თვითონ ეს ძირითადი კანონპროექტი, ისე გამომდინარე კანონპროექტი იმ სულისკვეთებას და შინაარსს იზიარებს დანარჩენ ნაწილში, რაც პირველი მოსმენის ფარგლებში ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი. მადლობა ბატონო ვახტანგ, ასევე მე მინდა რომ კომიტეტს ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია წინასწარი ძიების საფასურთან დაკავშირებით, როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი. ამ შემთხვევაში წინასწარი ძიების საფასური დაახლოებით ვარაუდობთ, რომ დადგინდება ამ შემთხვევაში მთავრობის დადგენილებით, იმიტომ რომ დიზაინთან დაკავშირებული ყველა საფასურები დადგენილია მთავრობის დადგენილებით, ისევე როგორც ნებისმიერ საავტორო უფლების ობიექტთან მიმართებით. ეს არის $50 და ამ შემთხვევაში ჩვენ კორელაცია ავიღეთ, ასე ვთქვათ, დიზაინის განაცხადთან დაკავშირებით, ან თვითონ დიზაინის თაობაზე წარმოება მოითხოვს სხვადასხვა ეტაპის გავლას, იქნება ჯერ ფორმალური მოთხოვნების შემოწმება, მერე
არსობრივი ექსპერტიზა, რომელიც უფრო რთული პროცესია, ეს ჭდება დაახლოებით $100 და მისი ნახევარი ფასი არის, ასე ვთქვათ, ის სერვისის საფასური, რომელიც ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გონივრულია იმ ხარჯების ფარგლებში და იმ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ხარჯის გაწევისათვის, რომელსაც საქპატენტის შესაბამისი ადმინისტრაციული პერსონალი გაწევს. დიდი მადლობა. ჩვენთან იმყოფება ასევე საქპატენტის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქალბატონი თიკა ნებიერიძე. მოგესალმებით ქალბატონი თიკა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. თქვენ ხომ არ გსურთ რაიმეს დამატება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით? მოგესალმებით. ერთს დავამატებ მხოლოდ, რომ გარდა იმისა, რომ ეს მომხმარებლისთვის ძალიან ეფექტური გზა არის, ვადაშიც საკმაოდ შემცირებულად იქნება, ვინაიდან პირველ ეტაპზე, როდესაც ბატონმა ვახტანგმაც აღნიშნა ფორმალური ექსპერტიზას გადის ერთ თვეში, შემდეგ გადადის არსობრივი ექსპერტიზაზე, სადაც ხდება ზუსტად შედარება დიზაინების. არსობრივი ექსპერტიზისთვის დადგენილი ვადა არის 3 თვე. ჩვენ შემთხვევაში ეს მომხმარებელი აიცილებს პირველ ეტაპს და მეორე ეტაპზე 3 თვის ნაცვლად 10 სამუშაო დღეში მიიღებს ამ ინფორმაციას. ეს არის რისი დამატებაც მინდოდა. მადლობა. 10 სამუშაო დღე იქნება განსაზღვრული. დიახ, 10 სამუშაო დღე იქნება მე მეკნება თქვენთან კითხვა, თუ არსებობს წინასწარი ძიების მსგავსი მექანიზმი სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით და რამდენად ეს პრაქტიკაში ხორციელდება, ხო არ იგეგმება მსგავსი მექანიზმის შემოღება ამ მიმართულებით? დღეს მდგომარეობით კანონი არ ითვალისწინებს ესეთ სერვისს სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვამზადებთ კანონ პროექტს, სადაც სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად ასევე დავაინიცირებთ სასაქონლო ნიშნების კანონში იგივე სერვისად წინასწარ ძიებას. ეხლა იმ შემთხვევაში სასაქონლო ნიშნების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი არის მოთხოვნა, მოგეხსენებათ უფრო ობიექტი ისეთია მეტი მოთხოვნა და მეტი განაცხადი შემოდის და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასე რომ გვეგმავთ უახლოეს მომავალში უკვე მუშაობთ ამ პროექტზე, რომ წარმოვადგინოთ სასაქონლოს ცვლილებაც. დიდი მადლობა, ძალიან კარგი. კარგით, მაშინ გავყვეთ მეორე მოსმენის ფარგლებში დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლობრივად გავიაროთ. კანონ პროექტი, ბატონო ვახტანგ, პირველი მუხლის მეორე პუნქტში თუ არის ცვლილება? არ არის ცვლილება. მესამე პუნქტში? არ არის ცვლილება. მესამე მუხლი, პროფესორად, მეექვსე მუხლში, გაცრავად. მეექვსე მუხლში თუ არის ცვლილება? არ არის ცვლილება. მეექვსე მუხლის მეორე პუნქტში თუ არის ცვლილება? არ არის ცვლილება. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში თუ არის ცვლილება? არ არის ცვლილება. ასევე მე-20 მუხლის პირველ პუნქტში თუ არის ცვლილება? არ არის ცვლილება. მეორე მუხლში? არც მეორეში. მესამე მუხლი? არ არის ცვლილება. ასევე 21 მუხლის პირველი პუნქტი? არ არის ცვლილება. მეორე მუხლი? არ არის ცვლილება. მესამე მუხლი? არ არის ცვლილება. ასევე 22 მუხლის პირველ პუნქტში თუ არის ცვლილება? არ გახლავთ. 23 მუხლი არის ის, რაზედაც ჩვენ საუბრობდით, რომ აქ მე დავამატებ, აქვე იქნება ჩამატებული ის წინასწარი ძიების მექანიზმი, სერვისი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. კერძოდ 23 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, დაჩქარებული ექსპერტიზის, დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის, რეგისტრაციის ძალის ყოველ 5 წლით შენარჩუნების, წინასწარი ძიების, სააპელაციო საჩივრის წარდგენის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და დიზაინის სამართლებრივი დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისათვის გადაიხედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილი საფასური. შესაბამისად, ამ რედაქციით ჩამოყალიბდება 23 მუხლი. თუ რამე კითხვა ან დამატება არ გვაქვს, შეგვიძლია გავაგრძელოთ. თუ შეიძლება მე დავამატებ, ეს იქნება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მთავრობამ შესაბამისი დადგენილების გამოცემის დროს სერვისის საფასური გაითვალისწინოს, თუმცა ტექნიკურად ასევე ცალკე იქნება ასასახი ის მუხლი თქვენი შენიშვნის გათვალისწინებით უკვე თვითონ ამ კანონ პროექტში, რომელიც სერვისს როგორც წინასწარი ძიების სერვისს ითვალისწინებს და ამას უკვე მოსმენის შემდეგ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმოგიდგენთ, რომ პლენარულ სხდომაზე შესაბამისი ვარიანტი იქნეს წარდგენილი, სადაც ეს მუხლიც როგორც საფასური მოქმედება იქნება კანონში გათვალისწინებული. კი ბატონო. 24 მუხლის რომელიმე პუნქტში ხო არ არის ცვლილება? იგივე გახლავთ.
გახლავთ. იგივე. მაშინ მუხლობრივად გავყვეთ, ხო? თუ რომელიმე პუნქტში იქნება ცვლილება, დავაფიქსიროთ. 26-ე მუხლში ხო არ არის ცვლილება? იგივეა. 28-ე მუხლი. იგივეა. ანუ ყველა პუნქტი იგივე რჩება. 29 მუხლის ესეც იგივე გახლავთ. 29 მუხლის პირველი და მეორე მუხლები იგივეა. რაც შეეხება მესამე მუხლს, აქაც თქვენის ნებართვით მნიშვნელოვანია, რომ ნუმერაციასთან დაკავშირებული საკითხი იქნეს ხაზგასმული. მე თქვენის ნებართვით დეტალურად მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. კერძოდ, მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მერვე, მეცხრე, მე-10 თუ 100-მე-10. მე-11, იმიტომ რომ აქ 100-ი წერია. მე-11, მე-12 და მე-19 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით. ამ კანონის პირველი მუხლის მერვე, მე-9, მე-11, მე-12 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. შენიშვნებიან კითხვები ხო არ გვაქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით? თუ არ გვაქვს, მაშინ შეგვიძლია ჩვენ ასევე გადავიდეთ პაკეტის ფარგლებში საქართველოს კანონში სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლი იგივეა, არ იცვლება არაფერი. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. იგივეა. საქართველოს კანონის სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი. აქაც ცვლილება არ განხორციელებულა. გასაგებია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, რომელიც ეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც მუხლებრივად გავყვეთ. პირველი მუხლი. პირველი მუხლი არ იცვლება, პირველი მუხლის პირველი პუნქტი არ იცვლება უფრო სწორედ. მეორე მუხლი. მაშინ მოგახსენებთ კონკრეტულ ცვლილებას, რომელიც პირველი მუხლის მესამე პუნქტში ხორციელდება. ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიარეთ თქვენი და იურიდიული დეპარტამენტის მოსაზრება, რომელიც ეხებოდა მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებას, რომელიც გულისხმობს უფლებას დამოუკიდებლად საავტორო და მომიჯნავე უფლებისაგან. შესაბამისად, აქ ბოლო წინადადების დასასრული, რომელიც ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად, რომელიც არღვევს მის საავტორო ან და მომიჯნავე უფლებას, ან და უფლებას მონაცემთა ბაზაზე, ან და ნაცვლად ან და კავშირისა გამოყენებული იქნება ან კავშირი, რითიც უზრუნველყოფილი იქნება სწორედ აი მონაცემთა დამამზადებლის უფლების სეპარატული გაგება, რომ იქნეს კანონითაც დაცული იმის მიუხედავად მას ეკუთვნის თუ არა ამ კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებით საავტორო ან მომიჯნავე უფლება თუ არა. ამიტომ ეს კავშირი ამ ფორმით რომ ჩამოვაყალიბოთ ან დას ნაცვლად ან კავშირით. გასაგებია. ასევე აქვე პუნქტშიც ანალოგიურია, ხო? შინაარსობრივი მე-10 პუნქტის აქვე პუნქტშიც ანალოგიურია. გასაგებია. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ხომ არ არსებობს რაიმე კითხვა? შენიშვნა. კარგით, თუ არ არის, მაშინ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს არის მე-60 მუხლი. არ გახლავთ აქ არაფერი შეცვლილი. მეორე მუხლი. მეორე მუხლი ცვლილია. კი ბატონო. გასაგებია. თუ არ არის კითხვები ან რაიმე შენიშვნები წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რომ კენჭი უყაროთ ზემოაღნიშნულ კანონპროექტებს ცალ-ცალკე. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აღნიშნულ სხდომაზე კენჭი ეყრება დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, ეს არის დიზაინის შესახებ მეორე მოსმენის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს დიზაინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენის ფარგლებში გთხოვთ უყაროთ წარმოდგენილ კანონპროექტს. კენჭი.
გადაწყვეტილება მიღებულია, დიდი მადლობა. ასევე რაც შეეხება მეორე საკითხს, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე გთხოვთ უყაროთ მეორე მოსმენით კენჭი. შესაბამისად, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტმა მიიღო ერთხმად გადაწყვეტილება და მეორე მოსმენით მიღებულია გადაწყვეტილება. შესაბამისად, ხტომას დაახლოებით ვაცხადებ. დიდი მადლობა.